მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის, ორგანიზატორებს, თქვენ ყურადღებისთვის. ალბათ უპრიანი იქნება დავიწყოთ დღევანდელი დღის მნიშვნელობით, თავიც ეს და ვისურვო სამომავლოდ ჩვენსავე თაობას, ჩვენი შვილებისთვის გამთლიანებული მამული, ენა და სარწმუნოება ღირსეულად გადაგვეცეს, ჩვართამაღლება და შესაბამისად ტრაგიკული დღესაა საქართველოსთვის. და მის შემდგომ უკვე თვითონ ძირითადი თემა, რამაც ალბათ ინტერესი გამოიწვია, რამაც განაპირობა თქვენ წინაშე წარმოდგომა, ეს გახლავთ შეხვედრა ექსპერტებთან და მისი მნიშვნელობა, ასე დავარქვათ, საარჩევნო კონტექსტში, რაც მთავარია. მეგუშინაც აღნიშნე კვლავ გავიმეორებ, ეს შეხვედრა თავისთავად სამუშაო წესით რო წარმართულიყო, ზედმეტ კითხვებს არ გააჩენდა, მაგრამ ვიცით, ეს გაცხადებული იყო, რომ მინიმუმ 4 საათის განმავლობაში 6 ელექტრონული მედია საშუალება პირდაპირ ეთერით გადასცემდა ამ შეხვედრას, რომლის შესავალშივე, გარდა მიმდინარე საკითხებისაო, ეს შეხვედრა დაეთმობაო წამყვანმა, მასპინძელმა, ესე ვთქვათ, აღნიშნა და შეეხება საარჩევნო თემატიკას, ანუ არის ნიშნები წინა საარჩევნო აგიტაციის წარმოებისა. ამ კონტექსტში არ ვარ დარწმუნებული, რომ იგივე სხვა კანდიდატებს, რომ დასჭირდეთ, ან მათ მოიწვიონ იგივე ექსპერტები შეხვედრაზე, არ ვარ დარწმუნებული, რომ იგივე 6 მედია საშუალება 4 საათს, მნიშვნელოვან 4 საათს, თუნდაც 2 საათს არ აქვს პირდაპირ ეთერს დაუთმობს ამ შეხვედრას. შეფასება რა იქნება ეს შესაბამისი, ესე დავარქვათ, ადმინისტრაციული ორგანოების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, გნებთ უწყებათა შორის კომისიის თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს. მე არ გახლავართ არც სასამართლო, არც ეს ორგანოები, მხოლოდ და მხოლოდ, ასე ვთქვათ, გამოვთქვით ჩემი და გამომთქვამ ჩემს მოსაზრებას, რომ არ ვარ დარწმუნებული ეს შეხვედრა სწორედ საარჩევნო კონტექსტში, იმ კონტექსტში, რომ მედია იყოს ხელმისაწვდომი წინა საარჩევნო კამპანიის წარმოების დროს ადმინისტრაციული რესურსი კანონს შესაბამისად გამოიყენებოდეს და არადისკრიმინაციული მიდგომა იყოს იგივე თუნდაც ელექტრონული მედია საშუალებებში ამა თუ იმ ღონისძიების გაშუქებისა. აი ამ კონტექსტში არ ვარ დარწმუნებული, რომ შესაბამის ანგარიშებში ეს არ მოხდება. კვლავ ვიმეორებ, კანონთან, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული შეუსაბამობა სახეზია, სხვათა შორის აქვე ხაზს გაუსვამ, რომ ვინ არის დამბროვი, ეს ჩემი შეფასების ან ჩემი დასკვნის საგანი ვერ იქნება. იმიტომ რომ თუ კი ვიმსჯელებთ მედია საშუალებებზე და არადისკრიმინაციულობაზე, ერთი საქმეა, რომ პრემიერის ადმინისტრაციამ ამ შეხვედრის ორგანიზება გააკეთა, მაგრამ მეორე საქმეა, როდესაც მედია საშუალება 4 საათს მისი პირდაპირ ეთერისა უთმობს. სხვათა შორის ორმა მედია საშუალება მხოლოდ 3 საათი დაუთმა, მაგრამ ეს სურათს არ ცვლის. უფრო მნიშვნელოვნად, რომ ასე ვთქვათ, უფრო განვავრცოთ ეს თემა, შეგახსენებთ პრემიერმა სწორად, აბსოლუტურად სწორად, გადასახადის გადამხდელის პოზიციიდან სწორად დაიანგარიშა, შეგახსენებთ იგივე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული თანხები, ხო? რამდენი ტექნიკა სჭირდებოდა, რამდენი ადამიანი რა თანხა იხარჯებოდა ამ ყველაფერზე. ანალოგიურივე წესით, რომ ასე ვთქვათ, დაანგარიშებადია ამ შეხვედრის, ასე ვთქვათ, ორგანიზების ციფრს არ აქვს მნიშვნელობა, რესურსი და შესაბამისად ეს ის რესურსია, რომელიც ერთ შემთხვევაში დაიხარჯა წინა საარჩევნო აგიტაციისთვის თუ კამპანიის წარმოების დროს, თუ კი საჯარო რესურსია საუბარი და მეორე, თუ კი კერძო
მედია საშუალებებზე ვიმსჯელებთ, მაშინ მათ ასე ვთქვათ ეს ძვირფასი დრო დაუთმეს, მე არ მინდა მოვიხმო ტერმინის შემოწირულობად უნდა გაფორმდეს თქო, არის აუდიტის სამსახური, არის ცენტრალური საარჩევნო კომისია, არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ამაზე ასე ვთქვათ გადაწყვეტილების მიღება თუ უფრო ღრმა შეფასებები სწორედ მათი შესწავლის საგანი უნდა იყოს. მედრელობაში მაგ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წინა საარჩევნო კამპანიის პერიოდში აწარმოებენ დაკვირვებას და რეგისტრირებულებიც არიან საარჩევნო კომისიაში. სხვათა შორის ერთი მნიშვნელოვანი რაც არის და ეს ალბათ სამომავლოდ კანონმდებლების ზრუნვის საგანი იქნება გახლავთ ის რომ თვითონ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მკაფიო საარჩევნო კანონმდებლობაში არ არის ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ არის ტერმინი არის ჩამონათვალი მოცემული, მაგრამ მოცემული ესეთ კონტექსტში მათ შორის და არის იქ არის ჩამონათვალი, ანუ დაუშვებელი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მძიმე მათ შორის. მათ შორისში კი ბატონო არის ჩამონათვალი, მაგრამ მათ შორის მხოლოდ აკონკრეტებს ფართოს მაგალითად ესეა მიდიდებული საარჩევნო კოდექსში. სწორედ ეს იქნება, ვფიქრობ, უნდა ყოფილიყო სხვათა შორის, აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, იმიტომ რომ რამდენადაც გვახსოვს კანონმდებლებმა იმსჯელეს და სულ ახალ მიიღეს კიდეც სულელოების საარჩევნო კოდექსში, არ ვიცი, რატო გამორჩა ეს მათი მხედველობის არედან, იმიტომ რომ რამდენადაც გვახსოვს მედიით ისინი სწორედ ზრუნავდნენ იმაზე, რომ სწორედ შეზღუდულიყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ამ პირობებში თვითონ ტერმინი რა მოიაზრება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში არ არის მოშველებული. მაგალითად რომ ავხსნათ იგივე მარტივი გასაგები რომ იყოს, იგივე გუშინწინდელ ფაქტთან დაკავშირებით, ღონისძიებასთან დაკავშირებით, იქ როგორც მინიმუმ დაუშვათ მთავრობის კანცელარიიდან, პრეს-ცენტრიდან ერთი თანამშრომელი ფოტოგრაფი და მეორე ვიდეო ოპერატორი იღებდა ამ ყველაფერს, ხო? შესაბამისად ისინი არიან საჯარო მოხელეები. ანუ ეს ადმინისტრაციული რესურსის სამუშაო დროს გამოიყენება, ეს არის თუ არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. აი ამ დაგვარი რაღაცები, რომლებიც რა თქმა უნდა ტოვებს ინტერპრეტაციის საშუალებას და შესაბამისად სამომავლოდ იმედია ესეთი ასე ვთქვათ ფაქტები არც კანონმდებლობაში აღარ იქნება და შესაბამისად არც იქნება თუნდაც ცდუნება გამოყენებას ან თუნდაც უნებლიე შეცდომა ამ კონტექსტში. გარდა ამისა იგივე დაანგარიშებად და ეს თემა რო ამოვწურო, მე კერძო მედია საშუალებებს არ შევეხები, ჩემთვის მნიშვნელოვანი როგორც გადასახადის გადამხდელისთვის, ეგრეთ წოდებული დაანგარიშების ნაწილში მაგალითისთვის მოვიხმობ იგივე აჭარის ტელევიზიას და საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორც მინიმუმ იმ პერიოდის განმავლობაში 4 საათიდან 8 საათამდე ამ მედია საშუალებებში, რამდენადაც მახსოვს, 2 სერიალი საზოგადოებრივ მაუწყებლებზე 2 სერიალი, დოკუმენტური ფილმი მოამბე, იგივე აჭარაზე ანალოგიურად დოკუმენტური ფილმი, ანუ ის პროდუქტი არ გავიდა, რომელშიც იდეაში ფულია გადახდილი, ხო, იგივე სერიალების შეძენაზე, რაც მე მგონი იხდიან ფულს. ეს მაგალითია მხოლოდ და მხოლოდ როგორ შეიძლება ეს დაითვალოს, ანუ გამოყენება რა არის, როგორ არის და რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ყველაფერი. სხვა მნიშვნელოვანი წინა საარჩევნო კამპანიის თვალსაზრისით მით უმეტეს გახლავთ ჩემი შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ საბოლოო ჯამში მეორე ადგილთან დაკავშირებული ვნებათა ღელვა ბრჭყალებში საბოლოო ჯამში არის საწყისი სასტარტო პირობების მოპოვება სამომავლო თვითმმართველობის არჩევნებისთვის და უფრო კონკრეტულად კი თბილისის მერის არჩევნებისთვის, რადგანაც თუ კი გადავხედავთ იგივე მმართველ კოალიციას და შეხვედრაზე პრემიერმას თქვა საკადრო დეფიციტი გვაქვს შიგნითო, მე ძნელად წარმომიდგენია გაზაფხულისთვის, თუ კი გაზაფხულზე დაინიშნა თვითმმართველობის არჩევნები, მმართველმა კოალიციამ იმ პირობებში, როდესაც პრემიერი უკვე აღარ იქნება, მხედველობაში მყავს ბიძინა ივანიშვილი, აღარ იქნება ასე ვთქვათ სახელისუფლებო ბერკეტების ლეგალურად მფლობელი, შეძლოს კოალიციამ ერთიანი კონსენსუსით, ერთიანი კანდიდატი, კონკურენტუნ არიან ეს ყველაზე მნიშვნელოვანია კანდიდატის გენერირება, წარდგენა საზოგადოებისთვის, შეთავაზება საზოგადოებისთვის თბილისის მერის არჩევნები მომხდელობაში და ამ პირობებში მეორე ადგილოსანს დამეთანხმებით
რომ უკეთესი საწყისი სასტარტო პირობები ექნება და საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ თლიანი ამ პროცესის გასული წლის ოქტომბერში დაწყებული პროცესის დასასრული არის არა საპრეზიდენტო არჩევნები, არამედ სწორედ თვითმმართველობის არჩევნები, სწორედ საეტაპო მნიშვნელობის სწორედ თვითმმართველობის არჩევნები იქნება. ეს იყო ძალიან მოკლედ ჩემი, ასე ვთქვათ, შეხედულებები. მოდი ესე ვთქვათ. კი ბატონო, კანონის შესაბამისად პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, მათ შორის პრემიერს არ აქვს აკრძალვა არც სამუშაო დროსთან მიმართებაში, მაგრამ მე შემთხვევით არ მოვიხმე იგივე თქვენი კოლეგები, ოპერატორი ან ფოტოგრაფი, ხო ისინი საჯარო მოხელეები არიან, ანუ არა პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან მიმართებაში ეს შეზღუდვა სამუშაო საათებში აგიტაციაში მონაწილეობისა მოქმედებს. მინისტრებთან მიმართებაში ეს შეზღუდვა არ არის და არც მათ მიერ იგივე სამსახურებრივ მანქანის გამოყენებასთან მიმართებაში არ არის, თუ კი ისინი მანქანით გადაადგილდებიან ამ პერიოდში. კანონით შეზღუდვა არ არის. თუ კი კანონს მოვცილდებით სამართლიანი რამდენად არის, მე ვფიქრობ თვითონ კოალიციამაც აღნიშნა. ეს არის ის საკითხი, რომელიც შემდგომში მსჯელობის საკითხი გახდებაო, შემდგომი ცვლილებები აქვს მხედველობაში, ვფიქრობ ისინიც საბოლოოდ დარწმუნებული არ არიან, რომ ეს სამართლიანი რეგულაცია მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ მოცემულობას, როდესაც მმართველი გუნდი, მმართველი პარტია მონაწილეობს არჩევნებში. არა, სამართლებრივად ჩვენი კონსტიტუციით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ვერ შედგება, თუ კი ხელოვნურად არ შევიდა მმართველი პოლიტიკური გუნდი კრიზისში. მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ იგივე საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ კონსტიტუციური რეგულაცია ასეთია. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის მიერ ფიცის დადების მომენტიდან მთავრობა ავტომატურად და სხვათა შორის მნიშვნელოვანი ავტომატურად იხსნის უფლებამოსილებას მის წინაშე. ანუ აქ ვინმეს ნებელობით წასულაზე არ არის საუბარი. ყველა პრემიერიც და მინისტრებიც ავტომატურად მიდიან. ამის შემდგომ ხდება ინიცირება პრეზიდენტის მიერ ახალი პრემიერისა და სამთავრობო გუნდისა და აი აქ შეუძლია დავუშვათ ხელოვნურად პარლამენტმა შექმნას კრიზისი, მაგრამ საბოლოო ჯამში გაზაფხულის ცვლილებებს თუ კი გავითვალისწინებთ, როდესაც რომელიც მთავრობის დათხოვნა შეეხებოდა, თუ კი არ დაუმტკიცებს თუნდაც ახალ პრეზიდენტს პარლამენტი წარდგენილ კანდიდატს ან გუნდს, ესე დავარქვათ, არსებული მთავრობა უფლებამოსილება მოხსნილი მთავრობა ახლის შექმნამდე აგრძელებს უფლებამოსილებას. ასე რომ ამ შემთხვევაში საბოლოო ჯამში შედეგი ძნელად სავარაუდოა, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მოესროს და არც მგონია გულწრფელი რომ ვიყო, რომ ეს სცენარი განვითარდება. რა თქმა უნდა, ეხლა ძნელი წარმოსადგენია საპარლამენტო უმრავლესობა, ანუ ეხლავე წელსვე, ანუ არჩევნებიდან 1 წლის თავზე, საპარლამენტო არჩევნებიდან 1 წლის თავზე, ისეთი კონფრონტაცია წარმოიშვას მმართველი გუნდის შიგნით, მით უმეტეს გამარჯვების კვალობაზევე, რომ ამან გამოიწვიოს რეალურად, მოდი ესე ვთქვათ, გულწრფელები ვიყოთ, გუნდის დაშლა. ასე რომ ეს არ არის რეალური. ნება თქვენი.